დაიწყო მათთან იგავებით ლაპარაკი. კაცმა გააშენა ვენახი, ღობე შემოავლო, საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააშენა. გადასცა იგი მევენახეებს და გაშორდა. ჟამმა რომ მოაწია, მონა გაუგზავნა მევენახეებს. მევენახეთაგან ვენახის ნაყოფის მისაღებად. მათ კი შეიპყრეს იგი, სემეს და ხელცარიელი გაუშვეს. კვლავ სხვა მონა გაუგზავნა. იგი თავში დაჭრეს და შეურაცხყვეს. სხვა გაგზავნა და ისიც მოკლეს. კიდევ ბევრი სხვა, ზოგის სემეს და ზოგიც მოკლეს. კიდევ ყავდა ერთი საყვარელი ძე. ბოლოს ისიც გაუგზავნა მათ, თქვა ჩემი ძის მოერიდებათო. მაგრამ მევენახეებმა უთხრეს ერთმანეთს, ეს მისი მემკვიდრეა. მოდით მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო. შეიპყრეს იგი, მოკლეს და გადააგდეს ვენახით. რაღაც იზამს ვენახის პატრონი. მოვა, ამოწყვეტს მევენახეებს და ვენახს სხვებს გადასცემს. ნუ თუ არ წაგიკითხავთ ეს წერილი. ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლის მიერ იყო ეს და საოცრებაა ჩვენს თვალში. შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ. ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი. მიატოვეს იგი და წავიდნენ. მიუგზავნეს მას ზოგიერთი ფარისეველთაგან და ჰეროდიანთაგან, რომ დაეჭირათ სიტყვაში. ისინი კი მივიდნენ და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით რომ ჭეშმარიტი ხარ და არავისი არ ზრუნავ, ვინაიდან პიროვნებას არ უყურებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთისგზას. უნდა ვაძლიოთ ხარ კი კეისარს თუ არა, მივცეთ თუ არ მივცეთ. ხოლო მან იცოდა რა მათი თვალთ მაქცობა, უთხრა მათ: რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი რომ დავხეთო. მოუტანეს და მაშინვე ჰკითხა მათ: ვისია ეს სახე და წარწერა? კეისრისა. უთხრეს მას. იესომ უთხრა მათ: მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა ღმერთს. და გაუკვირდათ მის.